პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე მინისტრთა კაბინეტი მუშაობას იწყებს. ახალი წევრები უწყებებში პირველად ხვალ მივლენ. მინისტრები სავარაუდოდ ხვალ ვეისაუბრებენ სამომავლო გეგმებსა და საკუთარ პრიორიტეტებზე. რა პროცედურების გავლა საჭირო, რათა მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. ამ თემებზე დღეს პოლიტსაბჭოს ხდომაზე 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ და ნოდარ ჩაჩუა განავრცობს თემას მოამბის ეთერში ნოდარ გისმენთ. დიახ მარიამ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში პრემიერის გარდა სულ 19 მინისტრის პორტფელია. პრემიერის ბრძანების შესაბამისად, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს გამოსცა, 19 მინისტრის ადგილი უკვე შევსებულია, თუმცა 2 მინისტრი ამ დროისთვის 2 თანამდებობას ერთდროულად იკავებს. რადგან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ფორმალურად ჯერისებს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები არიან. უკვე ხვალ პარლამენტი მათთვის სადებუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს. მანამდე კი არც ხიდაშელს და არც აგულაშვილს რეგლამენტით არა აქვთ უფლება პარლამენტში სადებუტატო საქმიანობა განახორციელონ. საპარლამენტო ფრაქციაში კი ჯერჯერობით რესპუბლიკელებს 8 დეპუტატი რჩებათ. აგულაშვილის მონაცვლე სიითის შემადგენლობიდან თემურ ნერგაძე იქნება. საგარეჯოს მაჟორიტარის გამოსავლენად კი, რომლის პოსტი თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ ვაკანტურია, შუალედური არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ხიდაშელის და აგულაშვილის მინისტრთა კაბინეტში გადასვლის შემდეგ პარტია რესპუბლიკელები აღმასრულებელ ხელისუფლებაში 3 მინისტრის პორტფელს ჩაიბარებენ და ქართული ოცნების შემდეგ კოალიციიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე მეტი მინისტრი ეყოლებათ. ნდობა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა მომავალი კვირის ბოლოს პრეზიდენტის მიერ სიის გადაგზავნის შემდეგ უნდა გამოუცხადოს. ხელახალი ნდობის მისაღებად მთავრობას სიითის შემადგენლობის ნახევარზე მეტი სჭირდებათ. დღევანდელი მოცემულობით პარლამენტში 158 დეპუტატია, განახლებულ შემადგენლობას სულ 75 ხმა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს თავისუფალი დემოკრატების 8-კაციანი ფრაქცია. მათთვის მხარდაჭერას არც ნაციონალური მოძრაობა აპირებს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 50 დეპუტატი ყავს. გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს 4 დამოუკიდებელმა დეპუტატმა. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების კანდიდატებს პარლამენტის ნდობისთვის საჭირო ხმები მაინც აქვთ, ვინაიდან უმრავლესობას 87-კაციან შემადგენლობას თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის გამოკლებით ნდობის მოსაპოვებლად 85 ხმა მაინც რჩებათ. დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების მოხსნაზე საპროცედურო კომიტეტი ხვალ იმსჯელებს. მომავალი კვირიდან დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურაც. შესაბამისად, დეპუტატებს საკმაოდ დატვირთული სამუშაო კვირაელით. სწორედ ამ სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზეც. მინდა დაგიდასტუროთ კიდევ ერთხელ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია თქვენთვის, არ იცვლება და ეს ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მიზანში წოდოთ არ თვლის პრემიერი ამის ცვლილება. მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები დრო დაუთმეთ პრინციპში. გადაწყვეტილება არ იცვლება, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, ზოგადად გავიარეთ ეს თემა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის სიას პარლამენტს გადაუგზავნის საკანონმდებლო ორგანოში ვარაუდობენ, რომ ყველა ნდობის გამოცხადებისთვის პროცედურის გავლას ძალიან მოკლე ვადებში მოახერხებენ. გამომდინარე იქედან, რომ მაისის შუა რიცხვებში ძალიან დატვირთული იქნება საპარლამენტო საქმიანობა. სწორედ ამ დროს ელოდებიან EBRD-ის დელეგაციას საქართველოში და მოსამზადებელია საბოლოო სამუშაოები რიგის სამიტისთვისაც. მადლობა ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა მოამბის ღია ეთერში.